გამარჯობათ მეგობრებო, ჩამოვედი იქ, სადაც დიდხანს გეგმავდი ჩამოსვლას. კი, სტოკჰოლმში ვარ. სტოკჰოლმში ისეთი მისიით ვარ, თქვენს რომ გაგეხარდებათ და მეც რომ გამეხარდება. აქ ჩვენს საყვარელ ქართველებს ჩამოვაკითხე. ქართველებს, რომლებიც აქ ქმნიან იმას, რასაც ყველა ერთად ვემსახურებით. იმედს საკუთარი მომავალი თაობისთვის. ვინ არის ამ შემთხვევაში ამ იმედის შემქმნელი? ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ყველაზე ღირსეულ, ჩემი თვალთახედვით, რა თქმა უნდა და ღირებულ საქმეს, ანუ ქართულ ხელოვნებას და კულტურას ემსახურება. ყოველ შემთხვევაში ამ ხელოვნების ერთ ყველაზე მსუყე დარგს, ქართულ ცეკვას. თიკო შოშიაშვილი და მისი ანსამბლი შოშია, რომლის ისტორია 30 წელს მოითვლის, 30 წელიწადს, მაგრამ აქ, ამ ქვეყანაში, სადაც ახლა მე ვიმყოფები, სულ რაღაც თორცდები ან 5 ან 4 ამას მე თიკოს შევხვდები და თიკოს გავესაუბრები და ის მომიყვება დეტალურად. დღეს არა და ხვალ არის შოშიას რა დავარქოთ, არ ვიცი 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება 1 ივნისზე, მოკლედ ძალიან ლამაზი კონცერტი შეკრა ამ გოგომ თავის ძმასთან ერთად, გიორგისთან ერთად და ამ ყველაფრის სანახავად, გამოგიტყდებით რომ მე მერგო პატივი წილად, რომ ამ ლამაზი ღონისძიების და ქართველების მოფერების შანსი მომცემო და როგორც წამყვანის და ეს შანსი მე აუცილებლად უნდა გამოვიყენო. როგორ გამოვიყენებ, ამას ერთად ვნახავთ მერე რეპორტაჟის მსვლელობის დროს. სტოკჰოლმი, არ ვიცი, მითხრეს აქ სადღაც ამ ქალაქის ყველაზე ვიწრო ქუჩა, თუ ნახე და თუ არ გავიჭედე იმ ქუჩაში, იმ ქუჩასაც განახებთ, მერე წავიდეთ და გადავიღოთ ანსამბლ შოშიას სარეპეტიციო დარბაზი, მინდა რომ ბავშვების რეპეტიციაც ვნახოთ, იმიტომ რომ უმეტესობა მათგანი აქ დაბადებული ქართველია, მისი მშობლები დიდი ხანი აქ ცხოვრობენ და უბრალოდ მინდა რომ მათი ის კონცერტამდე პერიოდი დავაფიქსიროთ და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე ყველა ერთად კონცერტზე გავიმგზავროთ, მე მათთან ინტერვიუების ჩავწეროთ და მოკლედ სტოკჰოლმიდან აი ასეთ გარემოში მინდა რომ ერთი ლამაზი იმედიანი რეპორტაჟი შემოგთავაზოთ. რა გამოგვივა? ამას თქვენს კარგად ნახავთ, მეც ვნახავ და მაყურებელიც. სხვა რა გადამჩენია, მხოლოდ დროებით მომავალ შეხვედრამდე. ანუ იქ სარეპეტიციო დარბაზში შეხვედრამდე გელოდებით. აი მოვედი ანსამბლ შოშიას რეპეტიციაზე, ოღაკ რა ამბები ხდება რომ განახათ. მოკლედ როგორც შეგპირდით, ტელეკომპანია ვარსკვლავები, ვიდრე ხვალის კონცერტი დაიწყება. აი ხედავ ახლა ერთ ამბავში არიან ბავშვები, რეპეტიციობენ. აი გია მასწავლებელიც აქ არის და თიკო მასწავლებელიც აქ არის. რა თქმა უნდა, მოდი ჯერ დავესწროთ მათ რეპეტიციას, შემდეგ ბავშვებსაც გავესაუბროთ და შემდეგ კი ყველა სახელებს გაგაცნობთ ერთად. წავიდეთ ჯერ რეპეტიციას დავაკვირდეთ, რისთვის ემზადებიან ეს პატარა ანგელოზები. მე კი ვიცი რისთვისაც ემზადებიან, მაგრამ ხვალის დღე, მაინც ხვალის დღეა.
პირველი ხელი თვალის სიმაღლეზე, მეორე ხლის გასწრება და გავასწრებ. კი ბატონო. ნუღა მოძრაო. 1 2 3 მეორე აქტიორ 1 2 3 4 ხელს წინა ხელს უყუროთ ლამაზად. აწიე ხელი. ეს მუკერდის წინ დასვით. ბიჭები, ეხლა ჩვენ რო გვაქვს პოზიცია, ხო გვერდზე რო გადავდივართ, გოგოები, გადადი მარჯვნივ, გოგოები მარჯვნივ, ნანიკო მარჯვნივ. 3 კი, წავიდა 1. გადახედი გოგოდეს. აბა წიხელი. 3 ერთად უკყველა. 3, ანუ ერთ საფალავზე 3. ისე 1 2 და 3. ი
საკითხებზე ქართულ ცეკვის შესახებ რაც ვიცით, ხო? აი მაგალითად კინტოებს რო აქვთ ეს წითელი ბაღდადები. რა ქვია მაგას? აი ცეკვაზე რომ მოდიხართ ხოლმე, ხო ძალიან გიხარიათ? აბა როგორ გიხარიათ, ისე ძალიან დაიყვინებთ. როგორ გიხარიათ? ძალიან! ყველაზე ძალიან ვის უყვარს ცეკვა? მე. ყველაზე ძალიან ვის უყვარს ცეკვა? მე მგონი ყველას უყვარს ცეკვა, ხო? რა კარგია. აი, და ცეკვის მასწავლებელი ვის უყვარს ყველაზე ძალიან? ცეკვის მასწავლებელი ყველას უყვარს. Gabriel Marashvili 8 წლის. Alexander Sakhaidze Femoa. Меня зовут Кору, я 9 лет, и моя фамилия Азарян. Nerse Guglinishvili 10 წლის. Alexander Zardiashvili 7 წლის. Elena Jangidze 9 წლის. Olivia Kikwatze 7 წლის. Sally Zardiashvili 8 წლის. Masha Maglaperidze 8 წლის. Здравствуйте, меня зовут Елизавета Каландаришвили, мне 12 лет. Lika Tsqianishvili 9 წლის. Irina Skitashvili 12 წლის. Dachi Kharashvili 11 წლის. Lukas Kharashvili მქვია და ვარ 12 წლის.
ორ წელიწადში კიდევ და როგორც ეკვამენ და როგორი გულით ეკვამენ. ხოჭა თიკოდა ეს იყო ის რაც აუცილებლად სანახავი იყო და აუცილებლად პირველ წელად უნდა წარმოედგინა ასამ ჯოშიეს. სხვათა შორის მე არ დამიწყებია ეს 2026 წლის 31 მაისია. ხვალ ბავშვთა საერთაშორისო დღე 1 ივნისია. რამდენიმე დღის წინ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108 წელი აღვნიშნეთ 26 მაისი. ხო და თიკოს რომ ესაუბრებოდი, გიოს ერთად რომ საუბრობდი და გეგმავდი და პროგრამას წერით, რას მიუძვნით ჩვენს დღევანდელ შეკითხვას. ყველაზე კარგი რა იქნება ის რომ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს და 1 ივნისს შუაში ვარ. მიუძვნათ ჩვენი დღევანდელი ღონისძიება. მოდი, ჩვენს პატარა, ძალიან პატარა ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს საქართველოს მიუძვნათ დღევანდელი კონცერტი და ტაში გაუგზავნოთ აქედან იტალიის სექტორები. ჩვენს სამშობლოს რასაც მე უყურებდი გუში რეპეტიციაზე, დღეს გენერალურ რეპეტიციაზე 10 ჯერ იმაზე კარგად ცეკვავენ და იმაზე მონდომები და თქვენი ტაშის დამსახურებას მოდაჭორის ეს რო იწოდეთ, იმიტომ რომ ამხნევებ აი ამ პატარა ადამიანებს. ხოჭო, კარგები. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კამერაში თქვენ მოგმართოთ. ჩემო ბესო კალანდაძე, ჩემო მუგზარ ევგენიძე, ჩემო მუგზარ ყვაშალო, ჩემო ვახო ტაკიშვილო, ჩემო სანო, აი სტაში, სტოკჰოლმიდან, ჩვენთვისა. ამხარ, ამიერიდან. აქედან მე თქვენთვის ტაშის გარდა ის პაულის ხოლო.
აი წოდეთ, ოდესმე, როცა ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, მოდი ერთი ძალიან მაგარი კონცერტი აქ სტოკჰოლმშიც გავაკეთოთ და აი ამ ჩვენს ანსამბლ შოშიას ხელმძღვანელს, თიკო შოშიაშვილს მოუმზადოთ სტოკჰოლმში ერთი ნობელის პრემია. იმიტომ რომ ის სამთავრისთვის ნობელის პრემია არის ისეთი, მაგრამ შიგობის დარჩი გადაცე. აქ კულტურის დარჩი, ხო გადაეცემა ნობელის პრემია კულტურის დარჩი. აში კულტურა იყოს, ჯობი.
ხაზები არის, როგორი 60-ით არიან შემოსილი, ყველა ცეკვას თავისი სამოსიო. ეს ძალიან დიდი რამ არის. თქვენ ამეთანხმეთ, რომ დარბაზიდან ძალიან მარტივია ამ ყველაფრის ყურება, სწრებით დარბაზში, მისიამოვნებით სცენაზე რაც ხდება, ტყაში დაუბრალთ, ბავშვებს გავუხრებთ, მაგრამ რამდენი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში რატყობთ? ძალიან ბევრი შრომაა ჩადებული და ამ შრომის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწილია ის ფორმები, რაც ამ ბავშვებს აწვდიან. აი, ნახეთ, ლაზური ცეკვა როგორი შემოსილი, ხვაჭარული როგორი. ასია ყველა, მე წინკიდე უამრავი ცეკვა და დააკვირდით როგორი შემოსილები ცეკვა. ამისთვის ცალკე ას იმსახურებს ასამ შოშიას ხელმძღვანელობას და მისი პრემიერს. დიდი სიყვარულით საქართველოსთან მოგიკითხავთ ვინ იცით? აბა თუ გააგზავნებთ ამ სიმღერას. ორადორი მეგობარი. როცა აი მიულოზე 26 მაისი 1 ივნისი ანსამბლ შოშიას მშობლებს ბავშვებს და ყველას ვინ შენ გიყვარს ზუსტად ვინც. ხო. ამაგამად აკვილო. შოშია ილოცა შოშია. გენაცვალე ძალიან გვიყვარხართ და აბა თქვენიც ილოცა დამოუკიდებლობის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მთელი ანსამბლი ივერიის სახელით აი თავდება სამილიონი დამიცათ მადლობა ლუცა.
ხშირად ვეძახობთ ეს სცენაზე. სანდრო კაცაშვილია და მოდი დავუკრათ ამ Dios duetul da composta se va a ghironovi ubrot mazolazivti am compoziție am
საქართველოში წარმინახავს და ყოჩა არ ბავშვებს ჩემო გიო, იმიტომ რომ შეგვისრულეთ რა, რასაც ქვია გრაჭულად და ქართულად. ამოვისმენები კიდევ ერთხელ შოუშებას.
არიან ყველაზე მეტად. ეხლა გულისებში რო შედიან ერთმანეთს რა უმოცავენ, უხარიათ თქვენი ტაშინა, უხარიათ ის რომ მათი დღევანდელი გამოსვლა არის იმდენად წარმატებული, მე მგონი ვახიარებ თვითონაც არ ელოდნენ ამისთანა გამოსვლას და თქვენგან ამხელა მხარდაჭერას ვისთვისაც კიდევ ერთხელ თქვენ გიხდით მადლობას, იმიტომ რომ თავშივე შევთანხმდით ეს ყველაზე დიდი საჩუქარია მათთვის და ყოჩახ გიორგი, ყოჩახ თიკო და სათითაოდ ბავშვებმა რაც ეცვლით დაანთეს მონაცემაში ეს ცალკე თემა.
გოგო გაიზრდები. ჯეირას რო იცეკ უკვე დიდი გოგო ხო? აი ეხა იმ კამერა რო გიძებს და შენს პატარა თავს რო ხედავ. აი მას დაუქნი ხელი, ხა უკვე დიდი გოგო ხარ. ვერ მიხდი რა გითხარი? არა უშავს გაიზრდები. ერთად დაუქნიოთ ხელი ეხა. ისე სწრაფად მიგლის, ანასტასიაც მალე გაიზრდება და ყველაფერი კარგად იქნება.
Darchit scenaze bashebo, darchit scenaze. Ახლა კი ძალიან ხმამაღალი აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს, უნდა იყოს ხანგრძლივი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემო თითო მასალერო, ჩემო გიო, ერთი სურპრიზი, რომელიც მაყურებელს მეწერან ისე ჩუმად განუხილე, ასე ვთქვათ, გადავეცი და სურპრიზი, რომელიც თქვენთვის საქართველოდან ჩამოვიტანე. თითო მასალერო ყურადღებით თუ შეიძლება, გიორგი მასალერო ყურადღებით. ბაშოვაძის ტელეკომპანია ვარსკვლავებისგან და საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონია მეგა საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით და სახელმწიფო ტელეკომპანია ვარსკვლავების რედაქციის გადაწყვეტილებით მადლობას ვუხდით ხელოვნების სფეროს დაფასებისა და გასულ წლებში, რაც კი აქამდე 4 წლის განმავლობაში აქ იმუშავია პოზიტიური მოღვაწეობისთვის გადაეცემა მადლიერების ხარისხის კეთილის საქმის ამაგდარი სპეციალური დიპლომი თიკო შოშიაშვილის და არსა თიკო, შენი სიტყვის გარეშე ჩვენ არ გავიშლებით, ასე რომ ხო. მოგესალმებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი კმაყოფილება და თქვენი აღტაცება გამოვიწვიოთ და ბავშვებს ის საკითხი, რომ ჩვენ ემიგრაციაში ქართულ ცეკვას სწავლობთ და ამ ყველაფერს პოპულარიზაციას ვუწევთ, ერთია, მაგრამ აი ამ ბავშვების ამხელა პროფესიონალიზმი დამეთანხმებით 14 საცეკვაო ნომერი, 2 განყოფილება. შევისვენეთ 15 წუთით, ისიც იმიტომ, რომ ფორმების ცოტა მეტი ხანგრძლივი დრო ჭირდებოდა ოსურის ფორმებს. ეს ბავშვები არიან სასწაულები, ჩვენ არ გავჩერდებით, ძალიან ბევრი საოცარი რომ არავინ არ გამორჩეს. პირველ რიგში ანას მოვიწვევ ჩემთან სცენაზე. ანა, მოდი ანა, ეს ყველაფერი არის ჩვენი, რაც ჩვენ შევქმნით ერთად. ჩემი ძმა, ჩემი გია, რომელიც არის ჩემი მასწავლებელი ამავდროულად. მივედი და ვეზიარე ქართულ ცეკვებს და ამ ყველაფრის დამსახურებაა ჩემი ძმის ძალიან დიდი ამაგი და ღვაწლია მე დღეს რასაც წარმოვადგენ და დღეს ამ მნიშვნელოვან დღეს ჩემს გვერდით არის ჩემი ძმა მადლობელი ვარ ამისათვის ბესო მოწვეული სტუმარი უძვირფასესი პატრიოტი ძალიან დიდი პატრიოტობა და სიყვარული ჩვენგან ბატონ ბესოს და ჩვენ პატარა მონაწილეებს ჩვენს პატარა ქართველებს ჩვენს პატარა შოშიებს ეს
დღეს ასე 2026 წლის 31 მაისის ისტორიული დღე. გულითადი მადლობა ყველა მშობლის სამწუხაროდ. და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს პატარა შოქიებს. უნდა გავაგრძელო მადლობების სერია, მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი გურუს, რომელიც გართულით, რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსია და ხელოვანი, რომელიც ძალიან საოცრებელს ქმნის. აში გავახმევთ გიო. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც ანსამბლში ოფიციალურად აღარ ირიცხებიან, მაგრამ ძალიან უყვარვართ და დღეს ჩვენს გვერდით არიან. მადლობა სანდროს, ქეთის, სალიტას, ანის, ძალიან დიდი მადლობა მიყვარხართ. დამთავრდა ჩვენი ღონისძიება და თიკო შოშიაშვილი ადამიანი, რომელსაც შეგპირდით რომ აუცილებლად წარმოგიდგენდით. თიკო, მოდი ახლა პირველი ემოციები, რაც შეიძლება რომ შენ გქონდეს დღევანდელი ამ დიდი ღონისძიების შემდეგ. ამას მერე ვიტყვი რა არის ჩამოწიე. აი ბედნიერი ვარ, ცრემლებამდე ბედნიერი ვარ. ეს არის ემოციები, ეს არის იმ შრომის შედეგი, ეს არის ზღვა ემოციები და უზომოდ დიდი მადლიერება ყველა მოსწავლისა, ყველა მშობლისა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესებში და მომყვებიან ნაბიჯ-ნაბიჯ, პატივისცემით, სიყვარულით და ერთობით მივდივართ ამდენი წელია, უკვე 4 წელიწად ნახევარია და აქ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ რუსთავში მივდივართ. ეს ხო, სხვათა შორის ეღანაც დაგვავისწლა, მაგრამ ივნისის ბოლოს ანსამბლის შოშია რუსთავში იქნება, სტუმრად ჩემ ქალაქში იქნებიან სტუმრად. წარმოიდგინეთ, გასტროლებზე მივდივართ ბატონო ბესო, ჩვენ საქართველოში, ჩვენ სამშობლოში, შვედეთიდან. ეს ძალიან მაგარი რამეა და რა ვიცი. მოდი იცი რა უნდა კითხო. ემოციებით ვართ მოლოდინში, მოლოდინის 10 ქულიდან შემიფასე ახლა ამ ბავშვების დამუშევა. მე ვფიქრობ თქვენ უნდა შეაფასოთ. მე 10 ქულით შევაფასებ, იმიტომ რომ მე უყურებდი მთელს მათ შრომას, კულისებიდან დაწყებული იმ ცენტრალური მაშინ მე ვიტყოდი რომ შეუფასებელია მათი შრომა. უფრო სწორი შეფასება. მათი ამდენი ღვაწლი, იმიტომ რომ უნდა გასათვალისწინებელია ბუნება პირობებით. ჩვენ შვედეთში ვცხოვრობთ. აქ ძალიან რთულია ამ სიცივეში, ყინვაში გადაადგილება. ბავშვები არც ერთ გაკვეთილს არ აცდენენ და ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ ნახავს ჩვენი მაყურებელი, ან უკვე ნახა. რა ვიცეკვეთ და რა მოვასწარეთ ამ დროში. ბავშვები მინდა, რომლებიც აი აქ სად არიან? ბავშვებს დამიძახეთ თუ შეიძლება. როგორი ემოციებით ხართ ეხა ის მითხარ? ძალიან კარგი განწყობა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო თიკოს და მის ძმას. აი ამ ყველა გაწეული ღვაწლისთვის, აი ამ ბავშვების შრომაში ჩადებულით, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ, ეს მართლა სასწაული იყო და მადლობა მინდა გითხრათ თქვენს აქ მობრძანებისთვის და აი ამ საღამოს, აი ამ ლამაზი საღამოს. შედგა დღევანდელი საღამო? ძალიან უმაგრესად. ხმაყოფილი ვარ. დიდი შეფასება ჩვენთვის არ არსებობს. არა, შეუფასებლები ხართ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. აბა ვაშკა, შენ რას მეტყვი? ძალიან კარგი იყო ეს ეკვა და სტრესული იყო. შრომა იყო ყველაფერი და რაც ვისწავლეთ, გავაკეთეთ. ხო არ დაიღალე, ეხლა ეს მითხარი. არ დავიღალე. ხოლმე იღლები, ხოლმე არ იღლები, მაგრამ ხან იღლები, ხან არ იღლები. ხო, ეხლა კიდე ერთი კონცერტი გვაქვს და უნდა დავიწყოთ. ხო, წამოვყო? ხო, ამის შეხება რა? საქართველოში გვაქვს კონცერტი და ნახოთ, ძალიან მზად ვარ. ნახოთ რას გავაკეთებთ. ქეთი, ჯერ მოდი შენი პერიოდი შეაფასე. შენ როცა იყავი ანსამბლში, მე მგონი ახლა უკვე აღარ ცეკვავ, ხო, მორჩი? და მე შეაფასე უკვე დღეს რაც ნახე ის. ძალიან ბევრი ემოცია მაქვს, იმიტომ რომ მეც ვარ ნადგომი სცენაზე და მეც მაქვს ნაცეკვი და ძალიან ცეთი გრძნობა იყო, რომ კულისებიდან დიახ, ძალიან კულისებიდან რომ აბა ხაზი ბავშვებო და აბა ყოჩაღ ბავშვებო მე ძალიან მომინდა რომ აღდგარიყავი და პატარა მონაკვეთი ვიცეკვე კიდევ და ძალიან დიდი მადლობა გია მასწავლებელს და რა თქმა უნდა თიკო მასწავლებელს, იმიტომ რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, იმიტომ რომ მარტო ცეკვას არ ვსწავლობთ. გამოვიდა ის, რასაც ელოდნენ, როგორ ფიქრობ? ჩემი აზრით იმაზე მეტი გამოვიდა, რასაც ველოდით. აი შეფასება იყო. ძალიან დიდი მადლობა შენ გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის. ახლა აი ბებია ხართ, მე მგონი თქვენ. კი, მე ვარ ბებია.
დამყავს ეს არის ახალი პირველად გამოვიდა დღეს კონცერტზე მე ვესწრები ყველა კონცერტს 7 წელი აქ ვარ მე დამყავს რეპეტიციაზე სხვანაირად ნუ გამიგებთ მაგრამ მე დღეს ძალიან ნასიამოვნები ვარ ისეთი ნასიამოვნები ყველა თითოეული ბავშვისა მასწავლებლის ყველასი ძალიან კი ძალიან შედგა ჩვენი კონცერტი ესე იგი რეპეტიციაზე რომ ვარ და ეხლა რომ ნახე გასაოცარი იყო ისეთი ამბავი იყო ანუ მივახციეთ კი რა თქმა უნდა და ეს ყველაზე დიდი შეფასება გვიყვარხარ საქართველოს ჩვენი კუთხე კუნჭური გვიყვარს და ჩვენი ეროვნება გვიყვარს და ჩვენი ტრადიცია გვიყვარხართ ყველა შენ განსაკუთრებით დიდი მადლობა იმისთვის რომ აი ასე თამამად აი ასე ღირსეულად იდექის სცენას და ბოლომდე გაიტანეთ თავი რას მეტყვი მიყვარხარ საქართველოს შენ გენაცვალ ჩვენს გვიყვარხარ კარგი გოგო ხარ ვაჟკაც შენ მე შეგარქვი სულიკო იმიტომ რომ მთელი რეპეტიციების დროს ამ კაცს ვეძებდით და ზედმეტ სახელად ამ კაცს ქვია სულიკო დღეის ამას იქით ხუმრობა იქით იყოს და ახლა მითხარი დამთავრდა იცეკვე ღირსეულად ჩავამთავრო და შენ როგორი კმაყოფილი ხარ დღევანდელი კონცერტზე მე ველასე მეტად კმაყოფილი ვარ რომ კარგად ვიცეკვე რომ აი როგორ ემოციები ხო და აი ველასე მეტად ის მომწონს რომ აი ჩემ მეგობრებს ვეცეკვები აი ჩემ დედას რომ ნახულობს ვცეკვავ და მეგეთები ხა მოდი სიმართლე მითხარი მკაცრები არიან ჩვენი მასწავლებლები არა მაგას რა ქვიაო რა მითხარი მაგ სიტყვას სიმკაცრესო რა ქვიაო ის კაი სიტყვა რომ მითხარი დისციპლინა აი ეს სიტყვა თქვა აი ამ კარგმა ადამიანს დისციპლინა არის მთავარი მეთოდი ხო დიახ გაიხარე კაი ბიჭი ხარ ძალიან დიდი მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის ხო ნუ მეც მადლობა რა თქმა უნდა ეხა მოდი ჩემო ტაშ ჯეირანო გოგო ყველაზე მთავარი ის მითხარ ჯერ მითხარ დაიღალე ძალიან არა მაგრამ ცოტა ცოტა დაიღალე ხო ისე იცეკვე როგორც ეხლა ცეკვავდი კაიგე კაი ხო არ დაიღალე ცოტა ეგ არა ცოტა უნდა დაიღალო აბა ისე როგორ გიდა მაგის გარეშე არ მოდის არაფერი მოდი ეხლა აგერ გავესაუბროთ დედიკოს რომელსაც აუცილებლად კითხავ იცი რა არის თქვენთვის როგორც შობლისთვის ქართული ცეკვა რას აკეთებს თიკო მასწავლებელი რას ვიღებთ ჩვენ იმისგან რაც დღეს სცენაზე ვნახეთ და რასაც ისევაც ვნახულობთ ну მე ვიტყოდი რომ პირველ რიგში თიკო არის სასწაული გოგო რასაც თიკო აკეთებს ჩვენი შვილებისთვის ეს არის ხელოვნება და სხვა არაფერი დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელი გულით და სულით და ვიტყოდი ასე თვითონ ღმერთი კბება და ხარობს როცა ქართველი ცეკვავს და გალობს ჯერ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენს გვერდით იყავი და შოშიას გვერდით იყავი ჩემი ქებადიდება შენს კომპოზიციებს პროფესიონალიზმს და ახლა უბრალოდ შემიფასე აი ამ ჩვენი გუნდის ნამუშევარი ნამდვილად გასაოცარია იმის ჩათვლით რომ თვითონ ჩემმა შვილმა დაიწყო 3 თვის უკან აქციარული და დღეს უკვე გამოდიოდა სცენაზე. გიდატვირთვა გქონია. ო მე ორმა გიდატვირთვა მქონდა ნამდვილად და მე ძალიან მაყოფილი ვარ. მე ვფიქრობ რომ თიკო ნამდვილად სამშობლოსთვის დიდ საქმეს აკეთებს რომ აქ ქართულ სულს აღვივებს და აგრძელებს იმ ტრადიციებს რაც საქართველოში. შენი შვილს რა განწყობა აქვს ის მაინტერესებს. აი ხო არა ძალით აცეკვებენ მამები მშობლა. არა სიმართლე რო გითხრა ჩემი შვილის მოინდომა თვითონ რომ ჩემმა შვილმა რომ ცეკვაზე დაიწყო ხო აქეთ თვითონ მოინდომა რომ დაიწყო ეს ზარმაგარი რამე კი ნამდვილად მისი სურვილი იყო რომ მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია მაგას ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი გვერდში დგომისთვის და იმ საერთო საქმისთვის რაც ჩვენ ყველა ერთად დღეს გავაკეთებთ მადლობა ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანი უნდა მოვიწვიო აგერ ეთერში ესე იგი, რაცაც შენ გიყურებ, ხო, დაწყებული რეპეტიციებიდან დამთავრებული დღევანდელი ღონისზე, არ გაჩერებულ ხარ. და ახლაც რო არ გეტყობა? არა. რა არის შენთვის ახლა ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება? აი, ჩემთვის ცეკვა არის, აი არ ვიცი რა, აი ისე მიყვარს გულით და სულით, მართლა ისე მიყვარს, თავიდან ინტერესი, სიმართლედ გაინტერესებთ, არ მქონდა არანაირი, მაგრამ აი მეგობრებმა მითხრეს, მარი თიკოც ჩამოდის, ანსამბლი, რამე რომ და მეც მოვედი და ისე შემიყვარდა, აი ცეკვის გარეშე მე არ ვიცი, ჩემი ცხოვრება მართლა არ იქნებოდა, ისე მიყვარს. ცეკვა რა შეგამჩნია, იცი, იმდენად მონდომებული ხარ, ბავშვებსაც კი, შენ კოლეგებსაც კი ეხმარებოდი, რაღაცეებში. ხო, მეც აქეთ-იქით დარბი ვარ პატარა ასისტენტივით თიკოსთვის. ვით კი არა, მე მგონი საკმაოდ
ამას კოჭებში ეთყობა რომ მომავალი ჟურნალისტია და ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გვჭირდება სპეციალური კორესპონდენტი სტოკჰოლმში და იმუშავებ რამე რო იყოს? აუცილებლად. ხელფასიანი სამსახურით რა თქმა უნდა. დიახ. ხო, რა თქმა უნდა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მარიშენ და აი ასეთი ღირსეული საქციელს. ძალიან დიდი მადლობა. ემოციები, რასაც ახლა მე სცენიდან უყურებ, არა როგორც წამყვანი, არამედ ამ შემთხვევაში როგორც ჟურნალისტი, იმდენად ზღვა არის, რომ მისი გამოხატვა მეც კი მიჭირს არათუ იმ ადამიანებს. ახლა მე ვხედავ ქალბატონს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის იმ საქმეში, რაც ეს 4 წელია კეთდება. აი მე აქ მათხოვეთ ეს უკაცრავად ბოდიშვიხტი თბილისიდან ჩამოტანილი ჯილდო. ეს არ არის მხოლოდ თიკო შოშიაშვილის საკუთრება, ეს მთელს გუნდს ეკუთვნით და ის წვლილი, რა წვლილიც აი თქვენ მინდა რომ გაითავისოთ და ის წილი თქვენი ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ხა ჯერ რითი დავიწყოთ, იცი? გამომართვი ეს ვაშკად შენ ცოტა ხანი შემიფასე რა მოხდა დღეს, რა ნახე დღეს თქვენ სცენაზე? მე ვარ ამ სამი არაჩვეულებრივი ბავშვის დედა და სამმაგად ემოციური ვიყავი დღეს და სამმაგად ბედნიერი ვარ. და ჩემი შვილები არიან და დღეს არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა ჩვენ ყველას ერთად. ვიყვარს შოშია და ყველანაირად ყველა მშობელი ვცდილობთ რომ დავუდგეთ გვერდში. ეს განსაკუთრებით ენაწყლიანია თუ შენც გავხარ შენ და იქოს ენაწყლია არა ხო? ხო ეს პროფესიულად ჟურნალისტი უნდა გაიზარდოს. იცი რა მაინტერესებს? ქართული ხელოვნება და კულტურა, რომელიც ქართულ ემიგრაციაში არა მხოლოდ სტოკჰოლმში, სხვა ქვეყნებშიც არის, მოდი თამამად ვაღიარებ, რომ დაფასებულია იმ ადამიანებსგან, ვისაც უყვარს ეს. ერთ-ერთი სატრაბახო საქართველოს რა აქვს ხელოვნება და კულტურა. ნამდვილად ეგრეა. აი ამ გადმოსახედიდან რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრაციაში ის საქმე, რასაც ახლა შოშიას ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და იმიტომაც არის რომ სამივე ჩემი შვილი დადის და არა მარტო ჩემს გარშემო, ჩემი მეგობრები, მათი შვილები, ყველანი დადიან და ის კი არა ეს ასისტენტობაზე წევა უკვე რომელიც არუზია ლაპარაკი ლაპარაკი. ძალიან მნიშვნელოვანია და თიკოს მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ, იმიტომ რომ მადლობა დღეს ფაქტიურად მთელი სტოკჰოლმი არის თქვენი მასპინძელი და ძალიან გაგვახარეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მადლობა იმ საქმისთვის, რა საქმესაც მსახურება ქვია. მსახურება საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხელოვნების. ეს პიროვნულად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. თქვენ ვართ საქართველო. აი ამ რამდენიმე სიტყვა ჩვენ ვართ საქართველო. სულ არის 3 სიტყვა და ყველაფერია ჩატეული. მადლობა თქვენ ამისთვის. ქალბატონებო, ვაჟბატონო, შენ კვარას ფორმა გაცვია? ხო, აბარა. იცი რა არის? ვერ მალავენ აღფრთოვანებას ბავშვები, ვერ მალავენ აღფრთოვანებას მშობლები. ეხა თქვენი შეხედულებით რა მოხდა დღეს სცენაზე? რა იყო ეს? ჩემი შეხედულებით მოხდა სასწაული, ნამდვილად ცეცხლი დაანთეს ბავშვებმა და არ ვიცი, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო თიკოს დამსახურება, იმიტომ რომ ემიგრაციაში მოგეხსენებათ, სადაც ანუ ბავშვები როგორ ვართ, იცი, ზოგი მიდის, ზოგი მოდის, არ არის ჩვენზე დამოკიდებული ემიგრაცია, რას გადაწყვეტს საემიგრაციო, ჩამოგვაკლდება ერთი ბავშვი, თიკოში ავსებს, დაგვემატება ერთი ბავშვი და ასე გადაწყობა, გადმოწყობით აქამდე 4 წელი, მოკლედ შევინარჩუნეთ ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა მას, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. სასიამოვნო საღამო იყო, ნამდვილად წამყვანსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ძალიან სასიამოვნო წაიყვანეთ. უდიდესი მადლობა ყველას და ძალიან კმაყოფილი და აღფრთოვანებული ვართ, მოკლედ. ეს ერთი და სხვა მრავალი მაშინ ასე. აუცილებლად საქართველოშიც. აბა, ეგ თავი ეგ იგულისხმება, ეგ მაგას აპრიორი თემა. აუცილებლად. მადლობა. თვითონ ტელემაყურებლებო, ის ემოციები, რა ემოციების დღეს აქ ტრიალებს, ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ განსაკუთრებულად ზაფრად მაქვს ეს გზნობა, როცა ბავშვებს ეხებათ საქმე და ემიგრანტის შვილებს მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. შენ გენაცვალე მე. რას მეტყვი? რა იყო დღეს, რას უყურეთ და რა აი დარბაზიდან რა ხდებოდა, როგორ შემიფასებ ამ ყველაფერს? მთელი დღე ის იყო, რომ მართლა ვტიროდით მშობლები, არ ველოდით ესეთ კონცერტს. იყო თან პროფესიონალური, თან გულისამაჩუყებელი და ძალიან მადლობლები ვართ თიკოსი. ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული და მართლა აღფრთოვანებული ვართ. კი, შედგა, გამოვიდა. აი სუფთა ლოიალური იყავი 10-დან რამდენი? 10. მართლა? კი, მართლა მთელი გულით. მეგობრებო, ამაზე მეტი შეფასება რა უნდა გვინდოდეს 10-დან 10. ხუმრობა იქით იყოს და მეც ასე ვაფასებ. 10-დან 10. სცენიდან მაყურებელს სხვათა შორის. ასეთი მაყურებელი ძალიან ცოტა.
რომ ასე აფასებდეს თავის არა მხოლოდ შვილებს, სხვის შვილებსაც და უკრავდეს ტაშს. მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ. მოკლედ აუცილებლად მეორე განყოფილებაში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა მეთქმის გარდა იმისა, რომ განყოფილი ვარ იცით რით, ეს ხალხი არ კარგავს ქართულ სულს. ყველა ჩემი სიტყვა ასმაგად იმაზე მეტია, ვიდრე მე ეს გულიდან ამოუში. იმიტომ რომ სტოკჰოლმში, აქ ჩრდილოეთ ევროპაში თიკო და ანსამბლი შოშია აკეთებს საქმეს, რომელსაც ქვია ქართული. ამით ყველაფერია ნათქვამ. მადლობთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის, კარგად ზანდებოდეთ.